გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალამდია. სოციქსელში წავიკითხეთ ჩვენი გამოჩენილი მსოფლიო ბანის პაატა ბურჯულაძის მიმართვა ერისა და ბერისადმი და მართალი გითხრათ, ფეიკი, ანუ სიცრუე მეგონა. ვიფიქრე, ვიღაც პრანკერებმა მისი სახელი დადეს ეს სიბრიყვე და ვიხალისე კიდეს, მაგრამ მე ბატონი პაატას მიერ იმ მიმართვის ცოცხალი შესრულება მოვისმინე და თურმე სიმართლე ყოფილა. გამოგიტყდებით, არ მიხალისია, პირიქით თავზარი დამეცა. ალბათ იცით რა მიმართვასაც გულისხმობ, აი იმას, რომელშიც მსოფლიო ბანი ამბობს, რომ არავითარი არჩევნები. ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები, გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელსაც შეუძლია დანიშნოს ეს არჩევნები. აი დედას გეფიცები, ტირილი რომ არ გინდოდეს, მაინც ატირდები. და ეს ადამიანი თავის დროზე ჩვენს ქვეყანას წარადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. კი, ის თავის თავს რუსულ ბანს უწოდებდა, მაგრამ გვარსა და გენეალოგიაში ჩახედული ადამიანი მაინც გაიგებდა, რომ საქართველოს მანთების შვილი იყო პაატა ბურჯულაძე. კიდევ კარგი, სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლისას ის არ ლაპარაკობდა, არამედ მხოლოდ მღეროდა. ხომ წარმოგიდგენია თავისი აზრები, რომ ეფრქვია მას მილანის ლასკალაში, ან ლონდონის კოვენტ გარდენში, ან მეტროპოლიტენ ოპერაში. თავი მოგვეჭრებოდა. პრინციპში ახლაც ცოტათი გვეჭრება თავი, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს არ უთარგმნიან იმას, რასაც ის დღეს თავისი ინიციატივით ამბობს ხოლმე. მეგობრებო, პაატა ბურჯულაძე ნამდვილად კარგი მომღერალი იყო. ახლა არ ვიცი რა ფორმაშია, სრულიად შესაძლებელია, რომ 70 წელს მიკაკუნებულმა ვოკალისტმა ისე ვეღარ იმღეროს, როგორც ადრე მღეროდა. მართლა სასიამოვნო ხმა ჰქონდა და მისი ხმა ყველაზე მეტად სწორედ რომ რუსეთში იყო დაფასებული საბჭოთა კავშირის დროს და ახლაც. 2017 წელს ბატონი პაატა სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დაენიშნა. არ ვიცი, დღეს არის თუ არა ის იგივე პოზიციაზე, არ გამიკვირდება რომ იყოს, მაგრამ ეთქვა კარგი მომღერლობა მობეზრდა მსოფლიო ბანს და გადაწყვეტა კარგი პოლიტიკოსობა. სამწუხაროდ არც კარგი გამოვიდა და არც პოლიტიკოსობა. რა არ სცადა ამ ერთდროს ჩვენმა საამაყო თანამოქალაქეა. პარტია შექმნა. 21 წელს სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შიმშილობას გამოაცხადა, რომელიც არ ვიცი როგორ და როდის დასრულდა. ეჭვმაქვს რომ საკმაოდ სწრაფად დასრულდა, როგორც კი მოშივდა, მაგრამ ეს არაა მთავარი. მის საქველმოქმედო ფონდი იავნანაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ის რაც გაგებული მაქვს, იმდენად უსიამოვნო ინფორმაცია, რომ არ დაჯერება მირჩევნია დაჯერებას. მაგრამ ისიც მაქვს გაგებული, რომ პირადად სააკაშვილისგან ძალიან დავალებულია ერთ-ერთ საჩოთირო საქმეში. არც მას გავახმოვანებ ახლა და ამიტომაც მიშას თავგადაკლულ დამცველად გვევლინება. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი აზრი, წონა და ტაქტიკა. სტრატეგიაზე უკვე არაფერს ვიტყვი. კი ბატონო, ებრძოლე ქართულ ოცნებას, თუ კი სხვა საბრძოლველი ვერავინ ნახე, მაგრამ იმ ბრძოლას ცოტა ტვინი დაატანე, ცოტა გაიაზრე თუ რას ამბობდა, ნუ შეირცხვენ თავს, ნუ გაიფუჭებ ნეკროლოგს. წესითა და რიგით მე ბურჯულაძისგან დიამეტრულად მოწინააღმდეგე მხარეს მდგარ ადამიანს უნდა გამიხარდეს, როდესაც ნაცების ბანი ასეთ სიბრიყვეს ამბობს. იმიტომ რომ მისი გამონათქვამები დიდ ზიანს აყენებს მთელ ამ უაზრო ოპოზიციურ ფარტხალს, განსაკუთრებით მაშინ მის გვერდზე სალომე ზურაბიშვილი რომ დგას. დიახ, უნდა მიხაროდეს, მაგრამ არ მიხარია. ისეთი ესპანური სირცხვილი მემართება ბურჯულაძეს რომ ვუსმენ, რომ ლუკმა აღარ გადამდეს პირში და კომპოტსაც ვეღარ სვა. ძალიან ცუდი ამბავია, როდესაც მთელი ცხოვრება იცნობ ადამიანს, რომელიც თავის დროზე გეამაყებოდა, რომელსაც საქართველოს სახელი, თუნდაც მხოლოდ საკუთარი გვარის სახით გახქონდა სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ახლა ის სრულიად სისულელეს სჩადის. არ ჯობდა ლაპარაკის ნაცვლად ისევ ემღერა ამ ვოკალისტ კაცს,
ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატს და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტს? ხო, დამავიწყო მე თქვა. როდესაც მას მიხაილოვის თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელად ნიშნავდნენ, მან ბრძანა, რომ ის რუსეთს საქართველოს შორის ახალი ხიდების აგების მიზნით წავიდა მიხაილოვის თეატრში. ეთყობა ვერ ააგო. ბეტონი არ ეყო და ისე მიშას ჩაეხუტა. ახლა კი ტელეფონით აპირებს არჩევნების ჩატარებას. ვაი დედასა ჩვენსა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.